არის მაშინ გადავინაცვლოთ ნატას. რა დღეში ხარ შენ მან? დილამშვიდობისა. ჩვენთვის იმდენად საინტერესო იყო ანის ცხვირის ნახვა, ისე გვინდა და რომ გიყურებდით ჩვენ პირდაპირ ეთერში და ამიტომ მოკლედ. მე დღეს მოვედი კუზენოვების კლინიკაში. იმისთვის რომ გავიკეთო ლაზერული ეპილაცია ხელზე, ამაში მე დამეხმარება ლაზეროთერაპევტი თამუნა გოგიტიძე. თამუნა დილამშვიდობისა. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ რაც უფრო გადავედით უკვე მოკლე მკლავერ მაისურებზე, უფრო მეტად გაგვიჩნდა ეს პრობლემა მოვიშოროთ არასასრული თმა. მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ღია ფერის თმა მაქვს, მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს ამ აპარატს რომ ჩემი თმა გააქროს, ხო? რა თქმა უნდა, დიოდის ლაზერი არის უნიკალური აპარატი იმ მხრივ, ჩვენ მუშაობთ ყველა ტიპის თმაზე და ასევე ყველა ტიპის კანზე, ანუ შეზღუდვა ამ მხრივ არანაირი არ გვაქვს. შესაბამისად, ღია ფერის თმასაც შეხედავთ და ჩვენ ძალიან თავისუფლად გავაკეთებთ დღეს პროცედურას. შეიძლება რომ ხო პირდაპირ ეთერში ეს ყველაფერი გავაკეთოთ. მოდი თან ეტაპობრივად რომ აგვიხსნა, რა უნდა წამისვა ახლა და მე რა უნდა გამიქცე. პირველად სკოლის ან კანის ზედაპირი თავისუფალი უნდა იყოს თმისგან. ეხლა ჩვენ დავიტანთ გელს, ეს არის საკონტაქტო დიოდის ლაზერისთვის. დავიწყებთ პროცედურას. პროცედურა ეხლა ვნახავთ იქნება თუ არა მტკივნეული, იმიტომ რომ მე საერთოდ მტკივნეულს ვერაფერს ვერ ვუძლებ, ჩემი რეაქციებიდან მიხვდებით. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგზნო. არ მჯერა. არის თვითონ თმის ტიპზე, რაც უფრო მუქი ფერის არის თმა, უბრალოდ შეგრძნება არის მეტი. რაც უფრო ღია ფერის არის, შეგრძნება საერთოდ თითქმის არ არის. თამუნა, რა შემთხვევაში აკრძალული ლაზერული ეპილაციის გაკეთება? აკრძალული არის ანუ რიგი დაავადებების დროს, თუ არის რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე თუ არის სოკოვანი რაიმე ვირუსული სახის, მაგალითად ანუ გრიპის ვირუსის დროს არ არის ასრული რომ გაკეთდეს ეს პროცედურა, ასევე როდესაც ჰერპეს ვირუსი არის, ანუ აქტიურ ფაზაში წარმოდგენილი, ასევე რაც ძალიან ხშირად აინტერესებს ორსულობის და გარუჯული როცა შეიძლება, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვაკეთებთ პროცედურას არც ორსულობის და არც ლაქტაციის. თამუნა, ეხლა ყველაზე აქტუალური მე მგონი არის მზე და რუჯი, ხო? გვაქვს თუ არა უფლება რომ გარუჯულ სხეულზე გავიკეთოთ ეპილაცია? ანუ ეხლა მით უფრო აქტუალური არის, რაც აფხულის სეზონი იდგება. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად კეთება პროცედურა, უბრალოდ დაცული უნდა იყოს რაღაც ეტაპები, ანუ მინიმალური შუალედი გარუჯვასა და პროცედურას შორის დაახლოებით უნდა იყოს 1 კვირა მაინც. ახლა მაგალითად ხანგრძლივობა რამდენად დიდი იქნება? მტკივნეული უკვე ვილაპარაკეთ, რომ საერთოდ არ არის და მე მგონი შეიძლება ნებისმიერ ზონაში ამის გაკეთება. სახეზე თუ არის რეკომენდირებული? თქო და ყველა ზონაზე კეთდება აბსოლუტურად მოცემული პროცედურა. კარგი, მითხარი, ახლა მაინტერესებს ყველაზე ძალიან მაინტერესებს რამდენი ხანი იქნება შედეგი, რა ინტერვალით უნდა ვიაროთ და გავიკეთოთ. რაც შეეხება ან თავიდან თუ პირველად კეთდება პროცედურა დაახლოებით არის 4-6 კვირა. შედეგი შემდეგ დაახლოებით მესამე პროცედურიდან უკვე ეს ინტერვალი იზრდება და სავარაუდოდ 2-3 თვე და ნელ-ნელა ესე თანდათანობით შედეგის გაზრდა ხდება უკვე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა თამუნა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კუზანოვის კლინიკას. ესეთი სასიამოვნო, მე მგონი მასაჟია და თან თმებსაც მოიშორებს. გემიშნებით მომავალ შეხვედრამდე და გულწრფელად ვამბობ, რომ გული მწყდება, რომ ეს რუბრიკა მთავრდება, მაგრამ არაუშავთ ისევ შევხვდებით. აუცილებლად შევხვდებით ნატა და ჩვენს სწორედ ამიტომ შვიდად შეგვიძლია დავემშვიდობოთ. ამ ადამიანებს მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ მართლაც არაერთ საჭირო როტოს აქ თემაზე ვისაუბრეთ და ბევრი